ნიდერლანდების ხელისუფლება იძიებს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს. ქვეყანაში, სადაც ნატოს ლიდერების ორდღიანი სამიტი იმართება, მთავარი აეროპორტის მიმართულებით შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა. როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ვან ვილმა ნატოს საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა, გამომძიებლები მუშაობდნენ ვერსიაზე, რომ დაახლოებით 30 სარკინიგზო კაბელს ცეცხლი განზრახს წაუყიდეს. ზიანის შედეგად შეფერხდა რკინიგზის მუშაობა და იმ მატარებლების მოძრაობა, რომლებიც სქიფჰოლის აეროპორტიდან ამსტერდამისა და ასევე სამხრეთით ჰააგის მიმართულებით მოძრაობდნენ, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებოდნენ. რკინიგზის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია 24 ივნის დილის საათებში გაითიშა. პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ კაბელებზე გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მიმდინარე კვირის ორშაბათს შეფერხებისა და მწყობრიდან გამოყვანის მიზნით ნატოს სამიტთან დაკავშირებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმები განხორციელდა. კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა პრორუსი ჰაკერების ერთ-ერთმა ჯგუფმა აიღო.